მოგესალმებით. ბოლო დღეებია ბათუმი ანიმაციური ფილმების ჰაბად იქცა, ასე შეგვიძლია ვთქვათ, გამომდინარე იქედან, რომ უკვე 5 დღეა რაც მიმდინარეობს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თოფუსი ჩვენს ქალაქში. თოფუს უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისია ისევ და ისევ არის ის, რომ ამოხდეს ცნობიერება ანიმაციური ფილმების შესახებ და მოხდეს ხელშეწყობა ახალგაზრდა და უკვე შემდგარი რეჟისორების. გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო ანიმაციების ხილვის საშუალება ჰქონდათ მაყურებლებს, ამას გარდა პროფესიული ღონისძიებებიც გაიმართა, ვორქშოპები, მასტერკლასები, ფიჩინგის კონკურსი. დღეს არის 15 ნოემბერი და სულ რამდენიმე საათში გამოგვინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. სულ წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი ხათუნა ტატუაშვილი, ანიმაციის რეჟისორი, პროდიუსერი, ანიმატორი, ჟიურის წევრი. მოგესალმებით ხათუნა. და ძალიან საინტერესო ქანდაკებით, პატარა ქანდაკებით ხართ წარმოდგენილი და ვუთხრათ მაყურებელს რა არის ეს. ეს არის ჯილდო პრიზი. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს სიხარულს, რომ ჩვენი ფილმი ოხდე და დედა გავაგზავნეთ პირველ ფესტივალზე და პირველივე ფესტივალი დასრულდა ესეთი ჯილდოთი. კი ბატონო. მნიშვნელოვანია ეს რატო ამ ფესტივალთან მიმართებაში თოფუზის გულისხმობ, რომ ამ ფესტივალის დირექტორი აღმოჩნდა სტუმრად თოფუზის სტუმარი ბრძანდება, ჟიურის წევრია ის ასევე და ჩამოგვიტანა ეს პრიზი და გადმომცა პირადად მე. რა პატარა სამყარო. კი ბატონო. ოხდე და დედა ვახსენეთ და მოდით სანამ თოფუს დავუბრუნდებით, ვისაუბროთ ამ არაჩვეულებრივ ანიმაციაზე, რომლის თიზერიც რამდენიმე წლის წინ 2 წელი გავიდა, მე მგონი 2022 წელი იყო, კი ბატონო. მეტი დრო გასულა, დაახლოებით 4 წელიც კი გასულა, რაც რისი ხილვის საშუალება ჰქონდა მაყურებელს, გამოიწვია საკმაოდ დიდი რეზონანსი, ხომ? ეს არის საკმაოდ პრობლემატური თემა, ქართული, თუმცა არა მხოლოდ ქართული საკითხი, ხომ? დედა, რომელიც გამოირჩევა ჰიპერმზრუნველობით და აი ამ ჭარბი მზრუნველობით ზიანს აყენებს თავის შვილს. ხომ მოგვიყევით უფრო ვცხათ ეს იდეა, ინსპირაცია რა იყო თქვენთვის და მზად იყავით თუ არა ამ რეზონანსისთვის? ჩვენ 2022-ში დავუბრუნდით, როდესაც ფილმის თიზერი ჩვენმა ფილმის პროდიუსერმა ელენე თავაძემ ჩათვალა, რომ არის დამოუკიდებელი ერთწუთიანი ფილმი. მეც ასე ვთვლი. გავაგზავნეთ ლონდონის საერთაშორისო ერთწუთიანი ფილმების ფესტივალზე, სადაც დაჯილდოვდა 2 პრიზით. ეს იყო მაყურებლის სიმპათია და ჟიურის რჩეული. რეალურად კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იყო ფილმის თიზერი. ფილმი გადავიღეთ, აი წელს გაზაფხულზე დამთავრდა ამ ფილმზე მუშაობა. აუცილებლად უნდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა კინოცენტრს დაფინანსებისთვის. მათი წვლილი რო არა ეს ფილმი არ შედგებოდა, რასაკვირველია. და ფილმის პირველივე მოგზაურობა ფესტივალზე დამთავრდა ასევე 2 ჯილდოთი. ისე მაყურებლის სიმპათია გახდა და მიიღოს მაყურებლის სიმპათიის პრიზი და ასევე გახდა ჟიურის რჩეული. ასე რომ წყვილ-წყვილად მოდის ჩვენ ფილმთან ფესტივალებიდან ჯილდოები და ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო. 4 წელი იყო საჭირო იმისთვის, რომ ბოლომდე განგიხორციელებინათ. კი, იცით როგორ იყო? რეალურად ცოტა მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თქვათ კონკურსს დამთავრებულიყო და ფინანსობა ჩარიცხულიყო და ასე შემდეგ. რეალურად ამდენი დრო არ დაჭირდა, მაგრამ აი მოლოდინის რეჟიმში ცოტა გაიწელა. რამხელა გამოვიდა ქრონომეტრაჟი არის 15 წუთი. მოგვიყევით უფრო ცხად, მაინტერესებს ისეთ ადგილას თავდება ეს თიზერი, რომ გძნობთ, რომ აი ამ პერსონაჟს უკვე ძალიან დიდი დისკომფორტი აქვს და შემდგომ რად იქცევა ეს დისკომფორტი. იცით რა, მე ხარ მინდა დავასპოილერო მაყურებელი, უბრალოდ გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო ამავე დროს მძიმე ისტორია, თუმცა შევეცადეთ, რომ ცოტა იუმორიც გამოგვეყენებინა და ცოტა იუმორით გვეთქვა ჩვენი რთული სათქმელი. მე ვფიქრობ, გამოგვივიდა და ჩვენ გეგმავთ უახლოეს პერიოდში ფილმის პრემიერას, ასე რომ დაგვატიჟებთ და მაყურებლებთან გადასვლით. სიამოვნებით გეწვევით. მაყურებლების უმრავლესობას მართლაც ძალიან მოეწონათ და როგორც ვამბობ, აი რაღაცა ყველამ დავინახეთ ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა, რაღაცა აი თითქოს აი დედის ფენომენი არის გაკრიტიკებული, ეს როგორ შეიძლება იყავით თუ არა გზად ამ კრიტიკისთვის და ზოგადად კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ? რა თქმა უნდა. კრიტიკა მაგალითად ჩემთვის ძალიან კარგი მასწავლებელი.
კონსტრუქციულ. კი, რასაკვირველია, ვცდილობ რომ დავიჭირო თავარი სათქმელი კრიტიკიდან, რაც მოდის ხანდახან უფრო ქვემოთ არის ხოლმე ის ფარული რაღაცები, რაც ძალიან საინტერესოა. დედის ფენომენი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ. ძალიან და არ მხოლოდ საქართველოში და კარგი დედობა ცოტა საკამათო საკითხია ვისთვის როგორ. ჩემთვის არის ოქროს შუალედი. შულისთვის თუმცა მოდი არ გავშლი ამ თემას ჯობია რომ სეპარაცია არის. კი ბატონო, იცით რა არის? ჩვენთვის ანიმატორებისთვის აი ესე ჯდომა და მაყურებლისთვის სიტყვიერად იმ ამბის გადმოცემა ცოტა რთულია. ამიტომ არსებობს ანიმაციის ხელოვნება, ანიმაციის ენა, კინოენა, რომლითაც ჩვენ სათქმელს ვცდილობთ რომ მივაწოდოთ მაყურებელს და მე მერჩენია რომ ფილმი ნახოს მაყურებელმა და ესე გადაწყვეტს. დღეს არაერთხელ აღნიშნავთ გადაცემაში რომ ანიმაცია ეს არ არის მხოლოდ საბავშვო თავშესაქცევი, რომ იგივე თქვენი ანიმაცია ამის არაჩვეულებრივი მაგალითია. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში არის ცნობიერება საკმარისად მაღალი ზოგადად ანიმაციის ინდუსტრიის შესახებ? თუ საჭიროა მაინც ამაზე საუბარი და ხაზგასმა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ანიმაციურ ფილმებს? კი ბატონო, რასაკვირველია და ეს ფესტივალები სწორედ ამას ემსახურება. სწორედ იმის მანიშნებელია, რომ მაყურებელს სჭირდება სიმბოლოების ენაზე საუბარი და ანიმაცია არის ამის არაჩვეულებრივი საშუალება. ხშირად მაყურებელი ჩვენ რასაც გულისხმობთ პირდაპირ მნიშვნელობით ვერ ხვდება, მაგრამ ის არაცნობიერში რაღაცნაირად აისახება ხოლმე ეს და რაღაც დაფიქრება თუ შევძელით მაყურებლის ჩვენთვის ანიმატორებისთვის და ანიმაციის რეჟისორებისთვის კარგად გამოსული ამბავია. ანიმაცია რომელსაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან მაინტერესებს. ძალიან ბევრია ესეთი, თუმცა აი უდაო ფავორიტია ჩემთვის მაიკლ დუდაკის ფილმები, არაჩვეულებრივი ჰოლანდიელი რეჟისორი, რომლის ნამუშევრებზე დღესაც გიждდები და ჩემ სტუდენტებთან ხშირად საუბრობთ ხოლმე ამაზე და გვაქვს ჩვენებები და განხილვები და ასე შემდეგ. თუმცა შეიძლება ამაზე უსასრულოდ ვისაუბროთ, უამრავია და რა ვიცი, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი საყვარელი რეჟისორი და ნამუშევარი ანიმაცია. ქართულ ანიმაციასაც ძალიან ღირსეული წარსული აქვს და აწმყოც. სხვათა შორის მოდი გეტყვით, რომ მე ვარ მეორე თაობის ანიმატორი. და ჩემი კინოსტუდიაში მუშაობ და კი ბატონო და ასევე ჩემი შვილი, რომელიც მესამე თაობის ანიმატორი გამოდის. დინასტიელი თაობები და დინასტია გვაქვს, ესე შეიძლება ითქვას. ძალიან სასიაოვნო და მიხარია მეპირად. ერთმანეთის გამოცდილებაც გადასცემთ ერთმანეთს. მოგვიყევით ახლა თოპუსის შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები, რომელ ანიმაციას გამოარჩევდით, აი ესე არ დავკონკრეტდეთ, თუმცა რა არის ეს თავარი ნარატივის სათქმელი, რასაც გვიყვებიან ახალგაზრდა რეჟისორები, რაც თქვენს გულს შეეხო? ყველაზე მეტად რაზეც მინდა ვისაუბრო პირველ რიგში არის ის, რომ მე მაგალითად ბოლოს თოფუსიზე ვიყავი, ეს 2018-19 წელი. და მეორედ ვარ ეხლა. საგრძნობლად გაზრდილია როგორც თვითონ ფესტივალის ხარისხი, ასევე ანიმაციური ფილმების დონეც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე როგორც ჯიურის წევრს მქონდა დავალება, რომ შემერჩია რაღაცა კრიტერიუმებით კონკრეტული ანიმაციური ფილმები, რაც არ აღმოჩნდა საკმაოდ მარტივი. იმიტომ რომ ძალიან ესეთი კომპლექსური ნამუშევრები იყო, კარგად გაკეთებული, სხვადასხვა კრიტერიუმებზე თუ ვისაუბრებთ. აი რა არის ეს ძირითადი კრიტერიუმები? ტექნიკური მხარე თუ მეტი აქცენტი კეთდება ნარატივზე და შინაარსზე? კი ბატონო, ანიმაცია ძალიან კომპლექსურია და ყველაფერი ერთად მუშაობს. თუმცა ჩემთვის, აი პირადად ჩემთვის, მაინც ემოციურ გავლენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხოლმე. ემოციით თუ განვიცადე ემოცია ანიმაციური ფილმის ყურების დროს, ეს ჩემთვის არის ინდიკატორი, რომ შედგა. კი ბატონო, კარგი ნამუშევართან გვაქვს საქმე. კი ბატონო. ქართულ ახალგაზრდა ანიმატორებზე რა სიტყვით ახალ თაობაზე, რომელსაც თქვენს კოლეგებთან ერთად ზრდით, რამდენად არის ენთუზიაზმი, ინტერესი ამ სფეროს? სხვათა შორის ბოლო პერიოდში ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ ახალგაზრდა ანიმატორებს, ვიდრე ვთქვათ რამდენიმე წლის წინ იყო, თუნდაც აი 10 წლის წინ მაგალითად, ხო? და ეს მართლა ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ რეალურად ანიმაციით ინტერესდებიან ადამიანები, იმიტომ რომ შენ თვითონ სიცოცხლეს რო ქმნი, ეს
არის ენით აუწერელი შთაბეჭდილება. ეხლა პირველ კურსელებთან თქვათ, შეხება რომ აქ ხოლმე და რომ გაცოცხლდება პერსონაჟი. ისეთი სიხარულია და ისეთი სხივი ჩდება ხოლმე მათ თვალებში, რომ ამის ყურებას მართლა არაფერი ჯობს. თუმცა მარტო ეს ენთუზიაზმი არ არის ხოლმე საკმარისი. აუცილებელია ახალგაზრდებს ხელშეწყობა კონდეთ და ის თოფუზი მაგალითად ამას ემსახურება. არის კიდევ რამდენიმე ვორქშოპი თბილისში, თელავში, რომლებიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და ეს მამოტივირებელია მომავალი თაობისთვის. აი როგორც ჟიურის წევრი, აი როგორია ეს ამპლუა ემოციურად გაგვიზიარეთ, ხო? ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ასე მგონია. თქვენი ვერდიქტი, თქვენი და თქვენი კოლეგების ვერდიქტი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს უდიდესი სტიმული მთელი ცხოვრების განმავლობაში გასტას, ხო რომ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რაღაც ხანში დარტყმის ტოლფასი. აი აქ აბსოლუტურად ობიექტურობის დაცვა ძალიან რთულია ასე. არასდროს არ ჟიურის წევრი. ადამიანები ვართ და ჩვენი პირადი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ხოლმე. თუმცა ის გათავისებული გვაქვს თითოეულ ჟიურის წევრს, რომ ურთულესი ანიმაციური ფილმის შექმნა ძალიან კომპლექსური დარგია და ვაფასებთ თითოეული ანიმატორის შრომას, ვინც ფილმი გააკეთა, ვინც ფილმი გამოაგზავნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აღარ დავაკონკრეტებ. თუმცა სხვა გზა როდესაც არ არის, უნდა მიიღო გადაწყვეტილება. იყო ჟიურიში ასეთ და სხვადასხვაობა და იყო თანხwebdriver, რაც ძალიან საინტერესო იყო ნებისმიერ შემთხვევაში. ყველა გამარჯვებულს უსურვებ წარმატებას და წინსვლას და კიდევ ახალ და საინტერესო პროექტებს. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი პირე და თქვენ გისურვებთ წარმატებას. უღრმესი მადლობა ასევე. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ თოფუზე ვაგრძელებთ საუბარს. ერთ-ერთი ჟიურის წევრი მიშიკო სულაკაური შემოგვიერთდა და მოგესალმებით მიშიკო. როცა ვკითხულობდით ფესტივალის ბროშურაში არსებულ ინფორმაციას თქვენს შესახებ, აი ასეთი მონაკვეთი ამოვიკითხეთ, ეს არის თქვენი სიტყვები. მოხარული ვარ ვიყო თქვენთან ერთად, იქ სადაც სურათი ცოცხლდება და ის რაც გვეგონა შეუძლებელი იყო, ეკრანზე შესაძლებელი ხდება, ხო? ეს არის ფაქტობრივად ესე მოკლე დახასიათება და ახსნა თქვენი თვალთახედვით რა არის ანიმაციური კინო, ხო? მოდით უფრო ვცვლად მოგვიყევით პირველ რიგში ეს ამით დავიწყოთ საუბარი, თქვენთვის რას ნიშნავს ანიმაციური ფილმები? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ანიმაციური ფილმი ჩემთვის არის ბავშვობა, ჩემთვის არის ის მომენტი, როცა დავინახე მსოფლიო რომ ცოცხალია და დავიჭირე ზუსტად ეგ მომენტი და რაღაცნაირად როცა გავიზარდე შემდეგ მივხვდი რომ ანიმაციური ფილმი იმ ბავშვობაში დაბრუნების საშუალებას გაძლევს საშუალებას რომ სამყარო სხვანაირად შეიცნო. ზუსტად და ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ანიმაციური ფილმები მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის შექმნილი, სეგმენტი არ არის მხოლოდ ბავშვები, ხო? ეს არის ჩვეულებრივი აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, მოთხრობილი ძალიან საინტერესო ვიზუალური ხერხები, თუმცა ნარატივი შეიძლება იყოს ფუნდამენტური და ნიშანდობლივი და ახლა თქვენს მაისურს ვუყურებ და ეს ფიფქია სენდვიჩით, ესეც საინტერესო სინთეზია რა. ზუსტად ანიმაციური ფილმები არ არის მხოლოდ საბავშვო, არის დასრულებისთვის. ჩავთვალოთ, არის ფილმი, სადაც რეჟისორს შესაძლებლობა აქვს ისე ანახოს სამყარო, რასაც ჩვეულებრივ ფილმში შეუძლია რომ ფანტაზიას მისცეს კოლოსალური გასაქანი და რასაც წარმოიდგენს ან სიზმარში ნახა რაღაც გამოსახულება შეუძლია რომ გადმოიტანოს. ხატვარი ბრძანდებით პროფესიით იმუშავიათ ანიმაციაზე? კი, მიმუშავია ანიმაციურ ფილმებზე, ასევე კონკრეტულ ამ ფესტივალზეც მიმუშავია, როცა მეტად პატარა ვიყავი და დღეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ვიყო იმ ამპულაში, რისთვისაც დამპატიჟეს ფესტივალზე. შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაყურებელს უთხრათ, თქვენ ხართ ახალგაზრდული ჟიურის წევრი, ანუ ეს რაღაც ცალკე ნიშა არის ფესტივალში, ჟიურიში კიდე ცალკე ნიშა. თქვენ აფასებდით დებიუტანტებს, შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ და ალბათ უკვე ფავორიტით ცნობილია, იმიტომ რომ დღეს გადაცემის დასაწყისში ვახსენე, რომ დღეს არის 15 ნოემბერი და დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სულ მალე.
დიახ, მე შევაფასებ ფილმები დებიუტი, სტუდენტური ანიმაცია და ექსპერიმენტული ანიმაცია. განსაკუთრებით გაოცებული დავრჩი სტუდენტური ფილმებისგან, რადგან მეც ყოფილი ვარ სტუდენტი და ვიცი, რამდენად დიდი შრომა ჭირდება ასეთი ფილმების კეთებას და როცა ხარ სტუდენტი, ეს ხანდახან ცოტა ძნელია იპოვო რესურსები, იპოვო სწორი ხალხი ვისთან ერთადაც გააკეთებ, ასე რომ მართლა ძალიან მაგარი ფილმები შემოვიდა თოფუსზე ამ წელს და თოფუსის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ ზოგადად. ფესტივალს რა მნიშვნელობა აქვს არტისტებისთვის, უკვე შემდგარი რეჟისორებისთვის ან დებიუტანტებისთვის, ხო? ფესტივალ თოფუს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ანიმაციის განვითარებისთვის. რადგან აქ ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან რეჟისორები, მხატვრები, პროდიუსერები, ნახულობენ ახალ ტალანტებს, ხდება გაცვლა გამოცვლა ინფორმაციის და ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია ქართულ ანიმაციის სცენაზე ფესტივალი თოფუზე. რას ეთყოდით ახალ თაობას, იგივე ჩვენ სტუდენტები ვახსენეთ და ის შრომა, რაც უნდა გაწიოს ხელოვანმა იმისთვის, რომ შექმნას ანიმაცია, ბევრს ეს მარტივი გონია ანიმაციის შექმნის პროცესი, მათ ვინც არ არის ღრმად ჩახედული, ხო? იმიტომ რომ იქ რადგან არის ეს რაღაცა ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნაივური ნახატებით მოთხრობილი ამბავი, გონია რომ მარტივია და რეალურად კოლოსალური შრომაა ჩადებული და რაღაც მომენტში მართლა შეიძლება ხელი ჩაიქნიოს არტისტმა იქ რაღაცა ფინანსური რესურსის არ ქონის გამო, ხარდაჭერის არ ქონის გამო. რას ურჩევდით მათ იმისთვის, რომ ეს ბოლომდე გაიტანონ თავისი იდეა და ხოცი შეასრულონ? პირველ რიგში რომ გააკეთო ანიმაციური ფილმი, ამისთვის საჭიროა რომ გიყვარდეს კეთება. გიყვარდეს ხატვა, გიყვარდეს შექმნა, გაცოცხლება და რა თქმა უნდა გქონდეს იდეები. იმისთვის რომ გააკეთო ანიმაციური ფილმი, გეთანხმებით, ძალიან დიდი შრომა საჭირო რომ ჩადო, რადგან სხვადასხვა ჟანრებია, ტექნიკებია ანიმაციური ფილმის კეთების. ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ტექნიკა არის frame by frame, რაც ნიშნავს ყოველი კადრის სათითაოდ ხატვას. წარმოვიდგინეთ, წამში უნდა ხატო რამდენიმე კადრი, ყველაფერი ხელით, შემდეგ ეს ყველაფერი უნდა აკინძო, გააფერადო. აი მიხეილ, როგორ გონია, ბუნებრივი ხელოვნური ინტელექტი ამარტივებს ბევრ ამერს, ხო? და სადაც არ ვიცი, ადამიანს უწევს იგივე ერთწუთიან სცენაზე მუშაობა თვეების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტი ამას აკეთებს ერთ წუთში. ხანდახან წლები. ხო, აი რას შეცვლის ხელოვნური ინტელექტის გააქტიურება ანიმაციურ ინდუსტრიაში როგორ? მე მგონი უკვე ბევრი რამ შეცვალა და არა მარტო ანიმაციის სფეროში. ბევრ რამეს შეცვლის, ბევრ რამეს უკეთესობისკენ. მე მოხარული ვარ და ღია ვარ ხელოვნური ინტელექტის. ალბათ როგორც ინსტრუმენტი, კარგი ხელშემწყობის საშუალებაა, თუმცა მე მეც მგონი, რომ ის ხელით არის შექმნილი, არტისტმა ესე იმუშავა, იქ კიდევ რაღაცა სხვა სულის კვეთება არის. გააჩნია რეჟისორს, ხელოვანს რა უნდა, რომ გამოვიდეს თავისი ფილმისგან. კი ბატონო, როგორ წარმოგიდგენიათ ზოგადად ქართული ანიმაციის მომავალი? ოპტიმისტური ხედვა გაქვთ? მე არ ვერიდები ოპტიმისტურ ხედვას და მხოლოდ კარგს უსურვებ ქართულ ანიმატორებს და რეჟისორებს. ძალიან დიდი მადლობა მიხეილ, რომ ყავი ჩვენი სტუდიაში. მადლობა რომ მომიწვიეთ. ისევ თოფუსზე ვაგრძელებთ საუბარს, სულ რამდენიმე საათში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, ბუნებრივია ღელვა იმატებს, რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, ერთ-ერთი კატეგორია არის საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი და ამ კატეგორიაში ნომინირებულია ჩვენი სტუმრის ნამუშევარი თათა მანაგაძე შემოგვიერთდა და ახალგაზრდა ანიმატორი. მოგესალმებით თათა. მოგესალმებით. ღელვა იმატებს, ხო, დარწმუნებული. აი, თქვენთვის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გაიმარჯვებთ თუ არა, მოდით ამით დავიწყოთ. ბუნებრივია ყველა სურს იყოს პრიზიორი და სცენაზე წარდგეს და ეს სამადლობელო ტექსტიც ალბათ ასე თუ ისე ყველა გონებაში დავაგებული აქვს, თუმცა ეს არის უპირატესი. თუ ზოგადად მონაწილეობა და ნამუშევრის წარდგენა უკვე თქვენთვის დამაკმაყოფილებელია. დიახ, თვითონ ეს პროცესი ფესტივალზე ყოფნის, დასწრების და
თუნდაც ის რომ ხვდები სხვა რეჟისორებს და აზრებს მიმოცვლი და ის რომ აუდიტორია შენს ნამუშევარს ნახულობს უკვე იმდანად საკმარისი და სასიამოვნოა რომ ხო გამარჯვება ალბათ უფრო მეორე ხარისხოვანი ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა ესეც პროცესია, რაც ფესტივალს დიახ დამატებით ახლავს. ამიტომ უსურვებთ ყველას. თათა მოგვიყევი ნამუშევრის შესახებ. ექსპერიმენტული ანიმაცია უკვე აღძრავს ინტერესს, თან ცალკე კატეგორია არის. რას გულისხმობს ეს ექსპერიმენტული ანიმაციური ფილმი? ხო, პირველ რიგში მე ძალიან გამიხარდა, რომ Topus-ზე ესე მოხდა, რომ ცალკე კატეგორიად შეიკრიბა ეს ექსპერიმენტული ანიმაციური ფილმები, იმიტომ რომ ზოგადად როცა გვესმის ანიმაცია, ვფიქრობთ რაღაცაზე, რაც არის თან თავშესაქცევი, გასართობი, მაგრამ თან რა თქმა უნდა აქვს თავისი თხრობითი ენა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის ხელოვნება პირველ რიგში. და ექსპერიმენტული ანიმაცია ხო არის ძალიან თავისუფალი ამ თავისი ენის მიხედვით, თვითონ ენის მედიუმის და ფაქტურების თუ ნებისმიერ რამის მიხედვით, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებში. და ამიტომ მეც ძალიან გამიხარდა, რომ ესე სხვა ფილმებიც ნახე ექსპერიმენტული, რომლებიც ასევე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა და მე ვფიქრობ, რომ ეს კატეგორია კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს და წარმოაჩენს ანიმაციას როგორც მედიუმს ამ კონკრეტული თან როგორც მრავალფეროვან მედიუმს. დიახ, რაც კონკრეტ, ანუ სხვანაირი განხრა, მაგრამ რომელიც არის სრულიად უსაზღვრო. უსაზღვრო აბსოლუტურად. თათა მოგვიყევი კონცეფციის შესახებ. ყველაფერი არ უთხრათ ბუნებრივ მაყურებელს, თუმცა რა იყო მთავარი ტკივილი, მთავარი, არ ვიცი, პროტესტი, რაც ჩადեց თქვენს ნამუშევარში, ხო? თავიდან როცა ვიწყებდი ამ ნამუშევარზე მუშაობას, ვიცოდი რომ რაღაც აბსტრაქტული ენით მინდოდა მომეყოლა რაღაც ძალიან კონკრეტული. და ფილმი ასახავს გარემოს, რომელშიც გავიზარდე, ზუსტად ჩემი კორპუსის მიდამოებს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს ყვება, ასე ვთქვათ, ამბის გარეშე და ყვება უფრო ატმოსფერულად. და ასევე შემოტანილი მაქვს სიმბოლო, რაღაც სინათლეები, იმიტომ რომ მგონია რომ როცა მოგონებას უკავშირებ რაღაც ვიზუალს, ყოველთვის რაღაც თავისი ელფერი და სინათლე დაჰკრავს ხოლმე, ასე რომ ეს სიმბოლო, რომელიც შეიძლება ერთდროულად იყოს რაღაც მაგიური, შეიძლება იყოს რაღაც მწველი, რაღაც ცეცხლის ნაპერწკლებივით. დიახ, ასე რომ ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან პირადულ ისტორიას, პერსონალურ ისტორიას როცა ყვები ამ აბსტრაქტული სახით და მერე უცებ აუდიტორიაში ხალხს, რომელსაც არ უნახავს და არ უგრძნია იგივე და ნახეს ფილმი, გეუბნებიან, რომ მათშიც გამოიწვია რაღაც მსგავსი ემოციები. როცა ექსპერიმენტულ აუდიოვიზუალურ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, მგონია რომ არტისტი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ შესაძლოა ყველამ ვერ გაიგოს ის მეტაფორები, რომლებიც ჩააქსოა. ხართ თუ არა ამისთვის მზად და როგორია თქვენი რეაქცია, როცა ამბობენ, რომ აი თუნდაც ვერ მივხვდი ეს სინათლე რას ნიშნავდა, ესე უტოვებთ სუბიექტურად აღქმის ნებას თუ უხსნით, აი როგორია თქვენი რეაქცია? ზოგადად მგონია, რომ ხელოვნებაში რაც არ უნდა კონკრეტული ამბავი მოყვე, ყოველთვის ღია უნდა იყოს ამ სუბიექტური აღქმებისთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა მე თვითონ პირდაპირ, უпростоრად არაპირდაპირ გზა ავირჩიე ამ ყველაფრის გადმოცემის, რა თქმა უნდა თავიდანვე მზად ვიყავი და თავიდანვე ჩემი განზრახვა იყო უფრო ის, რომ ემოციის დონეზე დავკავშირებოდი რაღაც სხვა ადამიანებს და შემდეგ ამ ემოციის ამ ემოციის შემდეგ გამოწვეული სხვადასხვა მოგონებები თუ გამოცდილებები გაგვეზიარებინა ერთმანეთს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მაინც კონკრეტული ხდება ხოლმე ეს გამოცდილებები. თან იწყება სითამამეც არის, როცა ავტობიოგრაფიულია ნარატივი და სულს აშიშვლებს არტისტი, ეს რაღაც თამამინაბიჯია საკმაოდ, ხომ? რა დროს მოიცავდა მუშაობა ანიმაციაზე, დაბრკოლებების სირთულეები, რომლებიც გადალახეთ, გაგვიზიარეთ თან? ანიმაციაზე მთლიანად მუშაობდი 2 წლის განმავლობაში. ეს იყო ჩემი სამაგისტრო ნამუშევარი, რომელიც იყო კვლევაზე დაფუძნებული ანიმაცია. ანუ თან უნდა დამეწერა კვლევა იმ თემაზე, რაზეც მუშაობდი, რომელიც მოიცავდა ამ ჩემს გარემოს, სადაც გავიზარდე, ამ გარემოს ისტორიას და ზოგადად ეს გარემო როგორ გავლენას ახდენს და ასე შემდეგ და ცალკე საკითხი იყო უკვე ამ ყველაფერს ანიმაციაში როგორ გარდავქმნიდი.
მთლიანობაში კვლევას დაეთმო რაღაც 1 წელი და 1 წელი იყო უკვე ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა ვიზუალურად. როგორ გაიგეს სათქმელი ლექტორებმა? უცხოეთში სწავლობდით, უცხოეთში გაიარეთ ეს კურსი, სამაგისტრო ნამუშევარი წარუდგინეთ უცხოელ ლექტორებს. ეს როგორც ხვდებით, რომ ის ქართული ნარატივი არის, ხო? რამდენად იყო მათთვის კარგად აღსაქმელი? გარემო ქართულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც საერთაშორისო გამოდევს ყოფილა და დიახ, არ გამიჭირდა მაგხრივ გადმოცემა. თუმცა, აი წეღარ რომ მკითხეთ სირთულეები რა იყო, როდესაც ხო ეს არანარატიულ და უფრო აბსტრაქტულ ნამუშევარზე მუშაობ, რა თქმა უნდა არის, რომ ზოგჯერ შენ თვითონაც იკარგები ამ ყველაფერში, რომ რამდენს ყვები, რამდენს არ ყვები, რამდენი იგულისხმება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო წინასწარ განსაზღვრული, აი, რომ ეს კონკრეტული სიმბოლო ამას უნდა ნიშნავდეს ყველასთვის. ასე რომ ეს ამ უცხოელ ლექტორებთან საუბარი და განხილვებიც იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მაგალითად ბოლო წელი გავატარე პორტუგალიაში და თითქოს ეს არის სულ სხვა სამყარო, სულ სხვა ქვეყანა არის, მაგრამ ყველაზე აი ძალიან მარტივად დავკავშირდი და ასევე ხმის რეჟისურა და მუსიკაც გამიკეთა პორტუგალიის ყვებით აი ამ ხმით ფაქტობრივად. დიახ, საკმაოდ ხმაზე დაფუძნებულიც გამოვიდა ეს ნამუშევარი. ამაზე იმუშავეს პორტუგალიელმა და ქართველმა ხმის დიზაინერებმა და მუსიკოსებმა ჟოზე სალგადო და ირაკლი მარგიშვილი და საქმე იმაშია, რომ პირველი იყო ეს პორტუგალიელთან დავიწყეთ მუშაობა და ხო, მაგ დროსაც ის არის, როცა ეს კოლაბორაცია ხდება, ზუსტად უნდა აუხსნა შენ რას ფიქრობ და შემდეგ მას ყოველთვის თავისი რაღაც შემოაქვს და ეს ყველაფერი ისე კარგად გამოვიდა. ეს გამართლებაც არის ასე მგონია. ანუ ფაქტობრივად ერთნაირი თვალთახედვა გქონდათ და დისონანსი არისო, როგორც გესმოდათ თქვენ ხმა, ზუსტად ასე ესმოდა სხვა არტისტსაც ეს კოლაბორაცია მნიშვნელოვანი. ხო, რა თქმა უნდა, ტალღაზე ყოფნა არის. დიახ, აუცილებლად. ხო, ანუ რა თქმა უნდა, იქ მუშაობაში რაღაცები იყო, რასაც მე ცოტა სხვანაირად ხედავ და ის ცოტა სხვანაირად, მაგრამ ხო, ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, რომ ეს ჩემი რაღაც ძალიან პერსონალური გარემო რომლისთვისაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ხმა ჰქონდა ამ გარემოს, იმიტომ რომ ჩემს მეხსიერებაში ეს არსებობს და ხო ამ ყველაფრის გაზიარება როცა გინდა, მაგრამ ხო ამ შემთხვევაში ძალიან კარგად დავემთხვიეთ და ხო ძალიან მარტივად ჩაიარა ამ ყველაფერმა. საომრავლო გეგმები გაგვიზიარეთ და ასევე თოფუსმა რა მოგცა, რა არის მთავარი რაც მიიღეთ ამ ფესტივალზე, ესეც გითხარით. პირველ რიგში ხო თოფუზით დავიწყებ. საქართველოში ანიმაციური ინდუსტრია არც ისე დიდი არის, მაგრამ რაც არის ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება და რა თქმა უნდა მისი ნაწილი არის თოფუზიც. მე რამდენიმე წლის წინაც ვიყავი თოფუზზე და ეხლაც და ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც აი უბრალოდ სასიამოვნო პროცესია, რომ ეს ყველაფერი ხდება, ეს აზრების მიმოცვლა და შეხვედრა და უანგარო მხარდაჭერა აუცილებლად. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე ვმუშაობ სტუდია ანიმატორში თბილისში და ნათია ნიკოლაშვილი არის რეჟისორი და ვმუშაობ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე, რომელიც არის ჯამალ ქარჩხაძის იგის ადაპტაცია. ვაჰ, რა მაგარია, დავინტერესდით ძალიან, გავაშუქებთ ამ თემას, როცა უკვე რაღაცა გახურდება სამუშაო პროცესი. იგის ნარატივიც მარადიულია და ვფიქრობ, რომ საერთაშორისო მაყურებელმა უნდა გაიგოს ჯამალ ქარჩხაძის შემოქმედების შესახებ ეს დიადი მწერალი ყავს. ძალიან დიდი მადლობა თათა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს ვისურვებთ ფესტივალ თოფუს და ზოგადად ქართულ ანიმაციას გემშვიდობებით. დიდი მადლობა.